let's start plays არხი და დღეს მე წარმოგიდგენთ ვიდეოს თუ როგორ უნდა გამოვასწოროთ ის პრობლემა რომელზეც ჩვენ წინა ვიდეოში ვილაპარაკეთ. ანუ მეგობარი ვერ შემოდის საკუთარ სერვერზე. მოკლედ მე როგორც გითხარით ჩემს პირველ ვიდეოში უნდა გამოვიწერა ჰამაჩი. ჰამაჩში შევდივართ ჰამაჩში. რა თქმა უნდა ჰამაჩში უნდა დარეგისტრირდეთ და ვაჭერთ networks. ამის შემდეგ ვირჩევთ პირველს create a new network. ამის შემდეგ აგვწერთ ID-ს. მაგალითად დავაწეროთ game ან თქვენი ნება game.io. პაროლი იყოს ერთიანი და მეორე პაროლი ან დავადასტუროთ პაროლი ერთიანი. შევქმნით, როგორც ხედავთ, ერთი ადამიანი არის გაწევრიანებული, ანუ მე. მხოლოდ 5 ადამიანის გაწევრიანება შეგიძლიათ, 5-ზე მეტი არის ფასიანი უკვე. ამის შემდეგ თქვენ მეგობარსაც უნდა გქონდეს გადმოწერილი ჰამაჩი, რის შემდეგაც ეტყვით რაც თქვენს ID-ს და პაროლს, რომელსაც ჩაწერს აი აქ. აქ ჩაწერს ID-ს game.io. თქვენ კიდე პაროლს ერთიანს. მე ეს რადგან ჩემი შექმნილი არის, აქ მიწერს რომ უკვე შესული ხართო და ამის შემდეგ შეგიძლიათ აი ეს თქვენი სერვერი გადაიყვანოთ როგორც ოფლაინზე, ასევე ონლაინზე. თუ გინდათ რომ თქვენი მეგობარი შემოვიდეს თქვენს სერვერზე, ამისთვის საჭიროა რომ მასაც ქონდეს ჩართული ჰამაჩი. ამის შემდეგ ის უნდა ჩავკესოთ და შევდივართ Minecraft-ში. და წერთ ID-ს, რომელიც უკვე არ აქვს მნიშვნელობა, რომელიც 15-2-ში შევალთ, მაგალითად მე ავაცევ 1.15.2 forge და მალევე შევიყვანს. მე მანამდე შევალ ამ ფაილებში. გადავალ სერვერის ფაილში, node-ში და დავაკოპიერებთ აი ამ IP-ს და ports. მანამდე ახლა მე ჩავთავ server start. შემოვიდით, როგორც ხედავთ, ვაჭერთ multiplayers, proceed და როგორც ხედავთ, სერვერიც ირწყვება. რადგან აქ დონი დაიწერა, ესე იგი ჩაერთო სერვერი, გადავდივართ direct connect და როგორც ხედავთ, მე უკვე ჩაწერილი მაქვს ეს სერვერის ადრესი და შევდივართ სერვერზე. აი